საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ხოდა პრეზიდენტის კაბინეტში რეკავს ტელეფონი. მაღალი პასუხობს: "ალო, ალო", მაგრამ იქიდან ხმა არ ისმის. ბოლოს მაღალს ჩაეღიმება და თბილად იტყვის: "კონსტრუქციული ოპოზიცია ხარ, სიჩუმეზე გიცანიო". ხოდა გრეჩიხა დგას რეზიდენციის წინ და ყვირის: "მიშა, მოვდივარ, შენ მალე საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნებიო. შენი დღეები დათვლილია, მიშა, უნდა ჩამოგაგდო." და ამ დროს რეზიდენციის ფანჯრიდან განერვიულებული მაღალი გადმოიხედავს და უყურებს: "შენ კიდევ ან ჩამომაგდი, ან კიდევ ვისა, დამაძინე რა, თუ არა და ორ ჭიქას რო დალევ, წადი სახში და შეერგე რა, დაეჩვიე შენ აქ. თვალზე არ გოდიასო აქაო." საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ოპოზიციური პარტიები აქციებს მართავენ. პარალელურად კი საქართველოს განვითარებას და აკვავებას გაანაგრძობს. პირველი თვითმფრინავი ზუგდიდის ახალ ასაფრენზოლზე მიხეილ სააკაშვილმა თავად დასვა. ზუგდიდის აეროპორტში პრეზიდენტი კოპიტნარის აეროპორტიდან გამოფრინდა. ასაფრენზოლი ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპია. უახლოეს მომავალში სამგზავრო თვითმფრინავები ფრენა ზუგდიდიდან საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ. კაი რო ეს აშენდა ეს, ამიტომ აქ მიწის გრუნტის იყო ადრე. და ეხლა ვყიდულობთ ატერებს ფრანგულ თვითმფრინავებს მომავალ წლისთვის და რეგულარულ რეისებს დავიწყებთ აქაც. აი რა ხართ რა ხალხო ასეთი დაუნახავები და უმადურები. ითვლით კი მაინც მე რამდენი აეროპორტი გახსნა ჩემმა მაღალმა? ფაბრიკა ქარხნები აამუშავა, მიწათმოქმედება აღორძინა და რა ვიცი კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ახლა. აგერ 2008 წელს მარბიელი ლაშქრობაც კი მოაწყო ცხინვალში და ამ გზით ცდილობდა საქართველოს ბიუჯეტის შევსებას, ხო. ზუგდიდის შემდეგ ბატონი პრეზიდენტი ელდარის და შირაქის ზამთრის საძოვრებზე გახსნის კოსმოსურ ლაბორატორიას და დაასრულებს ქვეყნის შენებას, მაგრამ რა ადგინა ახლა ჩემო მაღალო? მაინც არავინ არ იმგზავრებს შენი გახსნილი აეროპორტით და არ გადმოხედავს შენს სამ განზომილებაში აყვავებულ ქვეყანას. აი პენსიონერებს ხო კაპიქს ვერ გააგდებინებ ხელიდან კაცო. სულ მუთაკებში ტენიან ამ ფულს რა. შეკაი დედმამიშვილო, ამ ხელა პენსია გაქვს, თან არაფერში გიხდიან საერთოდ, ხო? ერთი თვითმფრინავის ბილეთი რა გახდა? ეხა ფოთიდან ზუგდიდში რომ გადაფრინდი. განა რა ღირს ეხლა? ო და მაგო 200 ლარის მაიმუნი დედა არ ვატირე კაცო. ამოიღე და გაისროლე რა ადამიანურად. მერე ჩახვალ ბათუმში, ისა, შერატონში რა არ უნდა იყო ეხა ერთი ნომერი. მერე პლაჟზე ჩადი და სკუტერით გაისეირნე. წყლიდან დაღლილი რა მოხვალ, შედი რესტორანში და გემრიელად მივთვი და საერთოდაც იგულავეთ რა ხალხო, იგულავეთ. მართლა ტურისტებისთვის ხო არ არის კაცო ეს ქვეყანა? ნუ ხართ ასეთი დაკომპლექსებულები. მე რა რომ იდეალური აღნაგობის ფიგურა არ გაქვთ. მაინც იგულავეთ. ვა. დაანონსებული რევოლუციის მამა ქართული პარტია კახეთში ჩავიდა და ისევ უკან ჩამოვიდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ერთობ გაამხიარულა. საპროტესტო აქცია ყვარელში თეატრალიზებული სანახაობით დასრულდა. ქართული პარტიის მხარდამჭერებმა ხელისუფლების წევრებთან ერთად ბურჯანაძე და ოქროაშვილიც გააშარჟეს. ორი დაპირისპირებული ლიდერი, რომლებაც პრესაში დაწყებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ბრძოლა ერთმანეთს საპროტესტო აქციების განსხვავებული თარიღებით გამოუცხადეს. 9 მაისი მოდის, 9 მაისი, აბა მიშა მოვიდა რევოლუცია, ხო. 21 მაისი არა, 25 მაისი მოდის, არა, 25 არა, 28 მაისი. ან ივნის ჩვენ დავამხოთ პრეზიდენტს და ამ პირსისხლიან სისტემას. მიშა მოვიდე თუ არა? ეს ხომ ქართული პარტია? დიაღ, ქართული პარტია და ქართულადაც დაიწყეს რევოლუცია. ეს არაფერი ახლა აჭარაში რომ ჩავლენ და მერე ნახეთ რა კონცერტს გამართავენ. მიშა ხომ ბოჩელები და დომინგოები ჩამოიყვანა, ესენი ფულად ოკუჯავებს და ფულად ბულბულოღლიებს ჩამოიყვანენ და იმათ ათქმევინებენ რომ ბათუმი ყველაზე ლამაზი ქალაქი იქნება მიშას წასვლის შემდეგ. მერე ზუგდიდს, მესტიას და ასე მთელ საქართველოს შემოივლიან საკონცერტო ტურნეებით და ბოლო კონცერტს თბილისში გამართავენ, რომლის კულმინაციაც ირაკლი ოქროაშვილის და შიშველი მსუბუქი მოცეკვავე გოგონების ანსამბლის გამოსვლა იქნება.
ჩუმად ჩაგიყვან მინდორში, ჩუმად დაგიკრეფიასა. ხო მე რომ მრავალსაათიანი მიტინგი ჩავატარე პარლამენტის წინ და რომ მეგონა რომ ხელისუფლებას პროტესტის და ესე ქუჩის აქციებით შევცვლიდი, ეგრე კი არ ყოფილა. თურმე კავენი და კონცერტი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რა ვიცოდი ახლა. ეროსიმეხეზე ასვლას არ მასწავლის, გრეჩკა კიდევისა, პარაშუტის ხმარებას და ვარ ახლა ესე ჩემთვის და მაიმუნობ. ხალხო, დავიჯერებ რომ 2012 წელს კატაკლიზმები იქნება. დავიჯერებ რომ რუსეთს ომი მოუგეთ. იმასაც დავიჯერებ რომ ელვის პრესლი ცოცხალია და ჯანდაბას, აი იმასაც დავიჯერებ რომ საქართველოში სექსი არსებობს, მაგრამ აი ამას როგორ დავიჯერებ? ამას როგორ წარმოვიდგენდი? ქართველება შეიტანეს ძალიან დიდი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში. და ეს იყვნენ ქართველი გენერლები, ეს იყვნენ ქართველები, რომელიც ანთავისუფლებდნენ ყირიმს, ქართველები, რომელიც ანთავისუფლებდნენ ექსელსა და ბერლინს და ყველა სხვას. მოისმინეთ? ჩემს მაღალს ვიღაც თავხედი ჟურნალისტი კარნახობს. ვისაო? ტექსტილიო. მოდით კიდევ ერთხელ და დაკვირვებით მოусმინოთ ამ ინტერვიუს. ქართველები, რომელიც ანთავისუფლებდნენ ექსელსა და ბერლინს და ყველა სხვას. აი ახლა ხომ კარგად მოისმინეთ, ხო? ნეტა ვინ უნდა ყოფილიყო ახლა ეს ჟურნალისტი, ასე რომ გათავხედდა და ესე იგი თუ ჟურნალისტების მამა წოდებულ მიხეილ მაღალს უკარნახა. ქსენია სოფჩაკი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ქსენია რა ყოფილიყო, ხა მაღალი უფრო მხიარული იქნებოდა და კაი ზმანზეც გაიჩითებოდა. ლარი კინგი? არა მგონია. იმიტომ რომ ლარი კინგმა ქართული არ იცის. იგორ გიორგაძე შეიძლება იყოს, მაგრამ ეგრო ჟურნალისტი არ არის? მოიცა, მაშინ ვინ უნდა იყოს? მივხვდი. ეს თავხედი ჟურნალისტი უთუოდ ლაშა ხარაზიშვილი იქნებოდა. ის ალბათ, ესე იგი, პრეზიდენტის უჩუქნად მოდელირებულ ქრონიკას ამზადებდა, მაგრამ არა. აშკარად ქალის ხმა იყო. რა? ვაიმე, ნუ თუ უკვე დაიწყო. ნუ თუ ტანადმა მიუგზავნა მაღალს თავხედი ჟურნალისტი, რომელიც მაღალს რაღაცებს კარნახობს. ვაიმე, დაიწყო ხალხო, დიდი ამბები დაიწყო. ტანადია ბობოქრდა და მაღალს სხვისიპირით რაღაცებს ალაპარაკებს. არ არის გამორიცხული მომავალში რომ ტანადმა მაღალი რომ ამღეროს ისა დარია თუ ავდარია, გიგი მაგარია. დაბერდა მაღალი კაცი. დაბერდა და აღარ უჯერებენ. მართავენ კიდეც. არა და რა ბიჭი იყო? ეგ რომ რუსთაველზე აივლი და ვარდებს სულ შური გაუდიოდათ და ვინ წინ შემოხდებოდა, ყველა განზედგებოდა და გზას უთმობდა. მოტყდა მაღალი, მოტყდა. ბარაკ ობამას კონკურენტის ვინაობა დღეს ოფიციალურად გამოცხადდება. ამ სათაურით სტატიას საინფორმაციო სააგენტო IPN-ი აღწერს. სტატიაში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ ობამას კონკურენტი მომავალ არჩევნებში კონგრესის ყოფილი სპიკერი გინგრიჩი იქნება. თუ ამერიკელებმა დღეს უნდა წარადგინონ ობამას კონკურენტი, მაშინ უპრიანი იქნება, რომ მივბაძოთ ახლა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს და დავიწყოთ ზრუნვა ჩემი მაღალის მომავალი კონკურენტის საძიებლად, ხო? მე ვფიქრობდი ახლა ვინ შეიძლება და ყოფილიყო მომავალ არჩევნებში ჩემი მაღალის კონკურენტი და თითქმის მე ყველა კანდიდატურა განვიხილე. თავდაპირველად ნოღაიდელი ვიფიქრე. კარგი კანდიდატურა იქნებოდა, თუმცა მე გამახსენდა რომ მაგას საკუთარი თანაპარტიელებიც კი არ ენდობიან, ხო და ესე იგი მთელი ერის ნდობაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტი. მე ალასანიას კანდიდატურაზე ვიფიქრე, თუმცა მალევე გადავიფიქრე, იმიტომ რომ ეგ ცვლილებებს უჭერს მხარს და ჩვენ კიდე ამ არჩეულ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ, თუ გვინდა რომ ივერია გაბწყდეს. შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა არც კი განვიხილია სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ვიცოდი ხა ლეიბორისტები გააპროტესტებდნენ ბატონი შალვას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას. ეგენი ხომ ზოგადად ყველაფერს აპროტესტებდნენ. ქრისტიან დემოკრატების ლიდერიც განვიხილე მომავალი მმართველის პოსტზე, თუმცა თავადვე ესე იგი შემოგვითვალეს ასეთი პასუხი, რომ მაღალის წინ მორბენალ კონსტრუქციულ ოპოზიციონერს ან მაღალი იმსხვერპლებს, ან მაღალის მეგობარი ვანო გისმენთ მერაბიშვილია. მოკლედ კონსტრუქციული, ესე იგი, უარი მივიღეთ ქრისტიან დემოკრატიული პარტიისგან. სხვა პოლიტიკოსებიც განვიხილეთ, მაგრამ დავიჯერეთ ახლა არავინ არ არის ჩემი მაღალის და ნამდვილად ხო. მე მას ვერ შევადარებ ვერც ერასტის, ვერც გრეჩიხას და ვერც ბურჯანაძეს, რომლებიც რევოლუციის დაწყება უკვე მე რამდენად გადადეს ვეღარც კი ვითვლი ხო. რა ვქნათ ახლა სერგო, ჰა? ნიჩი ახლა ვინმე ნორმალური კანდიდატურა, რომელიც ჩემს მაღალს კონკურენციას გაუწევს. რა, ვინა? აი შეგაგახარა ღმერთმა ხო, კაცი ხარ კაცო. აბა რა, ჩემს ტანადზე მაგარი, ვინც ჩემს ესე იგი მაღალს კონკურენციას გაუწევს, ახლა ვინ შეიძლება იყოს უკეთესი. ასე რომ ჩემო მაღალო თრთოდე და ზრწოდე. შენს წინააღმდეგ ჩემი კანდიდატურა ჩემი ტანადი, ხო. და მე მჯერა რომ ის აუცილებლად დაგამარცხებს არჩევნებში. ახლა აბების ეთერში რეკლამის წინის მიღების დრო. რეკლამის წინი ჩვენს ეთერში.
ძნელია მიხვდეს სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ოცნება. ძნელია მიხვდეს სად იწყება რევოლუცია და სად მთავრდება ეს მთავრობა. ძნელია მიხვდე როდის იწყება რევოლუცია 9-ში თუ 25-ში, მაგრამ ძნელი არაა მიხვდეს სად დაგვერხა და სად არა. დანონსებული რევოლუცია. ხალხის დაბლიყვის ახალი მეთოდი. თუ თქვენ ჟურნალისტობა გინდათ, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი სწორედ ახლა გაქვთ, რომ წარმატებული და პროფესიონალი გახდეთ. რადგან ქვეყნის პრეზიდენტი დაძველდა და ჟურნალისტების მატრახით ლურს მანზე ჩამოგიდა. მიდით მაღალ კაცთან, ჩაწერეთ ინტერვიუ და უკარნახეთ და შეუსწორეთ რაც გინდათ. მაღალი კაცი, ერთი ყურიდან შეუშვებს და პირიდან გამოუშვებს. ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ჩვენს ქვეყანაში არ არის წარმატებული. პირიქით, წარუმატებელი ბიჭია. მე მიუღებელ ბიზნესმენთა შავსიაში შემიყვანეს. საქართველოში ბიზნესმენი ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. ინვესტორს დამცავ მექანიზმებზე საუბარი არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ Arsenal Development-ი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მე მარტო არ ვარ, ჩემს გვერდით უცხოელი პარტნიორები დგანან. აბა რა გეგონა ეხა რომ ვიტანდი ეხა საკუთარ კარში ორ გოლს, ამას გაპატიებდა ეხა ჩემი მაღალი? ან გირგვლიანი საქმის გამოძიება რომ ითხოვე, ან ისა დემეს გათავისუფლება ხა მას შეგარჩენდა? ეგრე არაა, ძმაო, თუ გინდა კარგად ყოფნა მიდი და ისა მიეცი ხმა მაღალს, დაუყავე მოეფერე. რა გონია ხა მე რატომ არ მართმევენ ქონებას? იმიტომ რომ პრეზიდენტის კარის მასხარა ვარ. მიყვარს მის სიტყვას ძირს არ უშვებ, ჩემს სამეზობლოს ხმებს ვარდნებ და მასთან მიმაქვს, ხო? შემოგზავნილი ვარ აგენტად ამ ტელევიზიაში და მამუკა გლონს ვუსმენ. მოიქეცი შენს ასე და კარგად იქნები, რომ გავარდი ხა მილანში და 3 მანქანა იყიდე, გეჩუქებინა ერთი მინშასთვის. ერთი წყალქვეშა გემი გეჩუქებინა და ისა პუტინისტვის დედა შეგეგინებინა, მე ნახე რა მაგრად იგულავებდი შენს სამშობლოში. ისე შემიძლია მაღალთან საქმეები ჩაგიწყო, ხო? და მძიმე სიტუაციიდან გამოგაწვრივე. ოღონდ ერთი რამე გააკეთე. აი მთელ ეროვნულ ნაკრებს მოუწოდე რომ დემე გამოუშვა. ყველა ფეხბურთელს ათქმევინე რომ დემე არ უნდა იჯდეს და მე ვიცი და ჩემმა დიდმა პირმა. მოსულა ძმაო? ქართულ ოპოზიციაში ყველაფერი ისე ხდება როგორც წესი და რიგია. ანუ ოპოზიციური პარტიები დადიან და ატარებენ აქციებს, ხოლო დანარჩენები ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ეს აქციები სერიოზული რომ ყოფილიყო, მაშინ ერთი იქნებოდა რევოლუცია გამოცხადებული და არა ორი. თორე ხა რა გამოვიდა რომ ეროს კიწმარიშვილმა უნდა ჩამოაგდოს მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ ნინო ბურჯანაძემ უნდა ჩამოაგდოს ეროს კიწმარიშვილი. პოლიტიკურ ვიანს აქვს თავისი გეგმა, ეს გეგმა გამოიხატება საარჩევნო სამართლიანი გარემოს შექმნისათვის პოლიტიკურ ბრძოლაში და ჩვენ ამ მიმართულებით ვიწყებთ პოლიტიკურ კამპანიას. ესეც შესანიშნავი დასკვნა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ზემოთ ხსენებულ ორ მოვლენას რამდენიმე კიდევ შეიძლება დაემატოს. ესე იგი, დავიწყოთ შორის დებული თუთი. თუ ეროსი ჩამოაგდებს მაღალს, მერე აწ უკვე მაღალ ჩამოგდებულ ეროსის ნინო შეფიცულებით ჩამოაგდებს. ყოველივე შემდეგ კი მოვა ოპოზიციური რვიანი და მაღალ ჩამოგდებულ ეროს ჩამოგდებულ ნინოს კანონიერი გზით არჩევნების, ესე იგი არჩევნებში გამარჯვებით მოისვრის ბრძოლით დაკავებული პოსტიდან. ყოველივე ამის პარალელურად ლეიბორისტული პარტია არ დათმობს არაფერს და მწვავე გამოსვლებით თავიანთ არაჩვეულებრივი, ესე იგი შუტკებითა და უშედეგო ბაქიბუქით გაამხნევებს და გაახალისებს ჩვენს ცხოვრებას. მერე ესენი ეტყვიან, მოდით აგერ ჩაიბარეთ ეს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და მართეთ საკრებულო, მაგრამ ლეიბორისტები ეტყვიან, არა რაღაცა, ჩვენ მაგდენის სად შეგვიძლია, ასეც მშვენივრად გრძნობ თავს. ისევ სხვისი ლანძღვა გვირჩევნია იმას, რომ სხვამ გლანძღოს. ამასობაში ის ერთსულოვანი და არჩევნების გზით მოსული ოპოზიციური რვიანი ნელ-ნელა გახდება 7-იანი, 6-იანი, 5-იანი და ასე შემდეგ. ერთიანამდე, ხო? ხოლო რაც შეეხება ქართველ ხალხს, ეს საბრალო ქართველი ხალხი ისე საბრალო ხალხად დარჩება და სავარაუდოდ ერთ გაჩუქებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მცხოვრები ერთი ყოფილი პრეზიდენტის ნაცვლად უკვე 5 ასეთი ობიექტი გვეყოლება და მსოფლიოში ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტების მიმართ გამოხატული სითბოთი ვიქნებით პირველ ადგილზე. მე რა რომ ეხა ეს იდიოტობაა, სამაგიეროდ პირველი ადგილია? ახლა ყველაზე სასაცილო ფრაზების 5 ეულს გთავაზობთ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. საზოგადოებრივი მოძრაობა ემსახურება საქართველოს შეუერთდება სახალხო წარმომადგენლობით კრებას იმისათვის, რომ ეს რეჟიმი, ავტორიტარული სააკაშვილის რეჟიმი, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს და ქვეყანა მართოს ხალხმა. მეოთხე ადგილი.
როგორ შეიძლება საქართველოს რეფორმები იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და როგორ შეიძლება ეს რეფორმები გავრცელდეს სხვა ქვეყნებშიც და გარკვეულწილად საქართველოს გამოვიდეს რეფორმების ექსპორტიორი. მესამე ადგილი. რუსული ძალა ძალიან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის იქნება ეს გალში ნებისმიერი სახის მაცხოვრებელი, რომ გადაიბიროს და მონაწილეობა მიაღებიოს არსებულ ტერაქტებში. მეორე ადგილი. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვერ მივცემთ უფლებას პატივისცემით არ ეპყრობოდეს დასაქმებული ადამიანების უფლებებს და აგრძელებდეს დემოკრატიული პროფკავშირის საქმიანობაში უხეშ ჩარევას. პირველი ადგილი. საქართველოში არის ღია სისტემა და ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას შეუძლია გაასაჩივროს ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს პარლამენტი. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.